პავლე მოციქულის წიგნი კორინთელთა მიმართ პირველი, თავი მე-7. ხოლო რომლისათვის იგი მოსწერთ ჩემდა, უმჯობერს არს კაცისა დედაკაცისა შევიარახებაი. ხოლო სიძვისათვის კაცადსა თვისი ცოლი ესვინ და თითოეულსა თვისი ქმარი ესვინ. ცოლსა ქმარი იგი თანანადებსა პატივსა მისცემდინ, ეგრეცა ცოლი ქმარსა. ცოლი თვის და ხორცს და ზედა არა უფალარს, არამედ ქმარი. ეგრეცა და ქმარი თვის და ხორცს და ზედა არა უფალარს, არამედ ცოლი. ნუ განეშორებით ურთიერთარს, განათუ შეთქმით რაიმე ჟამრავდენვე, რაითა მოიცალოთ ლოცვად და მარხვად და კვალად ურთიერთარსვე იყვენით, რაითა არა განგცადნეს თქვენ ეშმაკმან უთმინოებითა თქვენითა. ხოლო ამას ვიტყვი შენდობით, არათუ ბრძანებით, ამეთუ ნებავს ყოვლისა კაცისა ყოფად ვითარცა თავი ჩემი, არამედ კაცადსა თვისი მადლი აქვს ღმრთისაგან, რომელსა მე ესრეთ და რომელსა მე ეგრეთ. ვეტყვი უქორწინებელთა მათ და ქვრივთა კეთილარს მათ და უკეთო ეგნენ ესრეთ ვითარცა მე, ხოლო უკეთო ვერ დაითმენენ იქორწინედ, ამეთუ უმჯობეს არს ქორწინებაი, ვიდრე განხურვებაი. ხოლო ქორწინებულთა მათ ვამცნებ არა მე, არამედ უფალი, ცოლსა ქმრისაგან არა განშორებად. ხოლო უკეთო განეშოროს, ეგენო ქორწინებელად, გინა ქმარსავე დაეგენ და ქმარი ცოლსა ნუ დაუტევებენ. ხოლო სხვათა მათ ვეტყვი მე არა უფალი. უკეთო ძმასა ვის მე ესვას ცოლი ურწმუნოი და მას ჯერ უჩნდეს ყოფა იმისთანა, ნუ დაუტევებენ ცოლსა მას. და დედაკაცსა თუ ესვას ქმარი ურწმუნოი და მას ჯერ უჩნდეს ყოფა იმისთანა, ნუ დაუტევებენ ქმარსა მას. რამე თუ განიწმინდების ქმარი იგი ურწმუნოი ცოლისა მისგან მორწმუნისა და განიწმინდების ცოლი იგი ურწმუნოი ქმრისა მისგან მორწმუნისა. უკეთო არა შვილნიცა თქვენი არაწმინდა იყვნენ, ხოლო აწ წმინდა არიან. ხოლო უკეთო ურწმუნოი იგი განეყენებოდის, განეყენენ. არა დამონებულარს ძმა იგი გინა დაი იგი ესე ვითარი მათ, რამე თუ მშვიდობასა გვიწოდნა ჩვენ ღმერთმან. რამე თუ რა იცი დედაკაცო აცხონო თუ ქმარი შენი, ანუ შენ რა იცი მამაკაცო აცხონო თუ ცოლი შენი, არამედ კაცადსა ვითარცა განუყო ღმერთმან და კაცადი ვითარცა იჩინა უფალმან, ეგრეცა ვიდოდენ და ესრეთვე ყოველთა ეკლესიათა უბრძანებ. წინა დაცვეთილი თუ ვინმე იჩინა, ნუ იურვინ. წინა დაუცვეთელი თუ ვინმე იჩინა, ნუ წინა დაიცვეთნ. წინა დაცვეთილება არარაი არს და წინა დაუცვეთელება არარაივე არს, არამედ დამარხვა იმცნებათა ღმრთისათაი. კაცადი ჩინებითა მით, რომელთაც აიჩინა მასზე და ეგენ. მონაი თუ იჩინე, ნუ რაი ეურვებინ, არამედ დაღა თუ ძალკედვას, განთავისუფლებად უფრო იზღა იხუმიე. რამე თუ რომელი უფლისა მიერ იჩინოს მონაი, უფლისა მიერ განთავისუფლებულ არს. ეგრეთ სააცნაური, რომელი იჩინოს მონაი არს ქრისტესი. სასყიდლით სყიდულ ხართ, ნუ იქმნებით მონა კაცთა. კაცადი, რომლითაც აიჩინა ძმანო, მასზე დაცა ეგენ ღმრთისა მიერ. ხოლო ქალწულთათვის ბრძანებაი უფლისა მიერ არა მაქვს, ხოლო ვაზრახებ ვითარცა შეწყალებული უფლისა მიერ სარწმუნო ყოფილ. მე ეგრე ვგონებ ვითარმედ ესე კეთილარს, მოწევნულისა მისთვის ურვისა რამე თუ უმჯობეს არს კაცისა ესეთ თუ იყოს. შეთუ ყოფილ ხარ ცოლსა, ნუ განუტევებ, თავისუფალ თუ ხარ ცოლისაგან, ნუ ეძიებ ცოლსა. იქორწინე თუ არა იცოდე და იქორწინოს თუ ქალწული არა იცოდა. ჭირი ხორცთაი თავსიდვან ეგევითართა მათ, ხოლო მე თქვენ გერიდები. ხოლო ამას გეტყვი ძმანო, ჟამი ესე შემოკრებულ არს ამიერიდან და რაითა რომელთა ესხენ ცოლ, ესრეთ იყვნენ ვითარცა არა ესხნეს და რომელნი ტირიან ვითარმცა არა ტიროდეს და რომელთა უხარვდის ვითარმცა არა უხარის და რომელნი იყიდდნენ ვითარმცა არა იაქმდა და რომელი იმსახურებდნენ სოფელს ამას, ვითარცა არა იმსახურებენ, რამე თუ წარმავალ არს ხატი ამის სოფლისაი და მე მნებავს თქვენი რაითა უზრუნველნი იყვნეთ. ქორწინებელი იგი ზრუნავს უფლისასა, ვითარ ძი სათნო ეყოს უფალსა, ხოლო ქორწინებული ზრუნავს სოფლისასა, ვითარ ძი სათნო ეყოს ცოლსა. განყოფილარს დაკაციცა იგი და ქალწული. უქორწინებელი იგი ზრუნავს უფლისასა, რაითა იყო წმინდა ხორცითაცა და სულითაცა, ხოლო ქორწინებული ზრუნავს სოფლისასა, ვითარ ძი სათნო ეყოს ქმარსა. ხოლო ამას თქვენისა უმჯობესისათვის ვიტყვი, არა რაითა საფრთხე დაგიგო თქვენ, არამედ შვენიერად და კეთილად დადგრომად უფლისა მიმართ უზრუნველად. უკეთო ისმე სარცხვინელ უჩნდეს ქალწულებაი თვისი, იყოს თუ გარდასრულ და ეგრეთ ჯერ უჩნდეს ყოფად, რომელი უნდეს ყავ, არა ცოდავს იქორწინეთ.
ხოლო რომლისასა დამტკიცებულ არს გულსა მისსა მტკიცედ და არა აქვს ურვაი და ხელმწიფება აქვს თვისა ნებასა ზედა და ესე განაჩინა გულსაშინა თვისა დამარხვად თვისი ქალწულებაი კეთილად ყოფს და რომელმან იქორწინოს თვისი ქალწულებაი კეთილად ყოფს ხოლო რომელმან არა იქორწინოს უმჯობესსა ყოფს დედაკაცის შეკრულ არს ჯულითა ოდენ ჟამ ცოცხალ არს ქმარი მისი ხოლო უკეთო მოკდეს ქმარი იგი თავისუფალ არს უნდეს თუ ქორწინებაი გარნა ხოლო უფლისა მიერ ხოლო უსაანტრელეს არს უკეთო ეგრეთ დაადგრეს ზრახებისა ჩემისაებრ გონებ ვითარმედ სული ღმთისაი მაქოსმე